და მივიდნენ პასუხისგებლობა, ხო, ისე დევნილი სამოქალაქო საზოგადოების კოალიცია ულოცავს ბატონ დავითს და ახალ მინისტრთა კაბინეტს დანიშნვას და წარმატებებს უსურვებს. ასევე დევნილებს მე პირადად მინდა მადლობა გადაუხადო მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის, რომელმაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ უფრო ცხადყო და გამოაშკარავა ის ფაქტი, რომ ჩვენ საზოგადოებაში არსებობდა მწვავე სოციალური პრობლემები, რომელზეც არათუ რეაგირებდა ძველი ხელისუფლება, არამედ ჩვენს მოქალაქეებზე დაშინებითა და ზეწოლით ახორციელებდა უსუსურობის სინდრომის დანერგვას და ხელს უშლიდა საზოგადოების კონსოლიდაციას, ხმის ამოღებას და ერთობლივი ინტერესების ირგვლივ ბრძოლას. დევნილი სამოქალაქო საზოგადოების კოალიციამ შეისწავლა თბილისის მასშტაბით ობიექტზე შეჭრის ფაქტები, რამაც გამოაშკარავა ის, რომ ორგანიზებულად დევნილებთან ერთად იჭრებიან ადგილობრივი მაცხოვრებლებიც, რომელთა სოციალური ფონიც ძალიან მძიმეა. არსებულმა მდგომარეობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ძველი მთავრობის პოლიტიკა შესაძლელია და არა მარტო დევნილთა მიმართ. შეჭრილი მოქალაქეები აცნობიერებენ და აღიარებენ თავიანთ არასწორ მოქალაქეობრივ პოზიციას, რომ წლების განმავლობაში დაგროვილი პროტესტი ძველი მთავრობის მიმართ იძულებული იყვნენ სწორედ ეხლა გამოემჟღავნებინათ ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან და მტკივნეულ პერიოდში. ჩვენი მესიჯი დევნილი და არადევნილი მოქალაქეების მიმართ არის მაქსიმალურად შეიკავონ თავი ასეთი ქმედებებისაგან და როგორც ამ ქვეყნის ღირსეულმა მოქალაქეებმა ხელი შეუწყო მთავრობის გადაბარების პროცესს, რათა დროულად და უმტკივნეულად მოხდეს მათი პრობლემების მოგვარება. ახალ მინისტრს მიმართავთ და ასევე თბილისის მერიას თხოვნით, რაც შეიძლება სწრაფად შემუშავდეს მიდგომა შეჭრის ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც იქნება სამართლიანი და მასში ორივე მხარის ინტერესები იქნება დაცული.